ჩვენი შოუს წინა სერიებში. სამი წყვილი სამ იმპროვიზირებულ რესტორანში კონკურენტებს და შოუს წამყვანებს მასპინძლობდა. ირკა და ნიკა. ეგეთ კერძს თბილისის ბევრ რესტორანში ვერ ნახავთ. ფანტასტიკურია. ბრავო. თამარა და ნინუცა. თქვენი ვახშამი ჩვენ ვიყიდეთ 87 ქულად. გიორგი და ლევანი. იმასთან ერთად რომ ვითარდებით, თან ჩვენ გვინდა რომ ჩვენი სათქმელი ვთქვათ. მონაწილეები ერთმანეთს ჩვენი შოუს მთავარი პრიზისთვის ეჯიბრებიან. მას შემდეგ რაც ყველა მონაწილე საკუთარ ვახშამს შემოგთავაზებს, წყვილი რომელიც ყველაზე დაბალ შეფასებას მიიღებს, შოუს გამოეთიშება. წინა სერიის შემდეგ აუტსაიდერები 66 ქულით გიორგი და ლევანი არიან. დღეს საღამოს კონკურსში ზუკას და რამაზიკოს წყვილი ჩაებმება. მათ ორიგინალური მენიუ და რესტორნის კონცეფციის განსხვავებული ხედვა აქვთ. თუმცა ერთმა გაუთვალისწინებელმა გარემოებამ შესაძლოა მათ გეგმებს ხელი შეუშალოს. ტაბულას ეთერში რესტორანი იხსნება. ზუკას და რამაზიკოს დღე მძიმედ და 1 საათიანი დაგვიანებით დაიწყო. თავი მიბზვის. ოდე თვალები მეწვის. ხო და მეწვის კი ვარ, გუშინაირი დღე აშკარად იგრძნო. წარეთ. შეიძლება ესე რა. არ ვაპირებდით, მაგრამ გამოვიდა ეგრე რომ როგორც იწყება ხოლმე საღამოს გართობა, ისე დაიწყო და დილას რომ გავიღვიძე მეგობართან პანიკაში, რამაზიკოს დაურეკოთ და გვერდზე გავიხედე რამაზიკოს გვერდზე მეწო. ხო, რაღაც ეგრე დავაგდა. უპოცა და უპასუხისმგებლოდ გამოვიდა. რაც არიელია ყველაფერი. ვირა რა. სად არის? ამ ქუჩას რა ქვია, არავინ არის, ისე მოდ მართლა ამ ქუჩის სახე. პირველი გაჩერება მარწყვის შესაძენად გაკეთდა. მარწყვის გარდა აქედან მარწყვის გარდა გვინდა რამე? არა. არაფერი. მგონი არაფერი, ხო? გამარჯობა. მარწყვა გააქვთ, ხო? აი აგერა. ხო, რატო გეკითხებით, უკაც ვარ. აგერა ისანი რა. ამ ხელა მარწყვია. 200-ზე მეტი დაგჭირდება, 400 მეტი? არა. სამი ვიყიდოთ. მაინც. ხელეს რო არ დგება თავი. ახლა დროა ბიჭების მეგობრობის ისტორიას გავეცნოთ. ერთმანეთი გავიცანით ბაკურიანში, ერთ-ერთ სპორტ სკოლაში, როდესაც სადაც მე ტრენერობდი და რამაზიკოც ჩვენთან ერთად იყო. მას შემდეგ დავმეგობრდით და აღმოჩნდა ბევრი საერთო რამ. სპორტ სკოლიდან დაწყებული მეც თბილისშიც და ყველგან მეგობრებისთვის ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე რაღაც საჭმელს. ბიჭების კიდევ ერთი საერთო გატაცება მიღვინეობაა და ამ საქმეს ისინი საკმაოდ სერიოზულად ეკიდებიან. მინდოდა რომ საჭმის გამომცოდნო და ღვინოები, მაგრამ მე უკვე ძალიან გამიტაცა და ცალკე ღვინოსაც ვსწავლობ ნელ-ნელა და ხო რამაზიკოსაც უბრალოდ მოყვარული არის და კარგად ესმის და რამაზიკო პროფესიით ოქრომჭედელია. მესამე სახელოსნოა, რაც მაქვს 3 წლის განმავლობაში და ვაკეთებ და ხო, ყიდი ჩემ ნამუშევრებს. მუშაობ ვერცხლზე და ოქროზე და ვაკეთებ ბეჭდებს, აყურებს და ასე შემდეგ ჩემი გემოვნებით. ჩემთვის ეს პროექტი ხო უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რამაზიკოსთვის, თუნდაც გამოცდილების ვარიანტში და თან რატომაც მომწონს ეს პროექტი ისაა, რომ რეალურად ნელ-ნელა ისედაც ხდება ეგ, მაგრამ უფრო დააჩქარებს იმ პროცესს, რომ დაინგრევა ეს სტერეოტიპი საქართველოში, მზარეულის, რომ მზარეული არ უნდა იყოს მაინდა-მაინც მოხუცი, ქალი ან რაღაც მეხინკლი ან რაღაც ესა, ანუ რო აღარ ტეხავდეს. ხო, აი, ყოვარი. ისე ვიტყვია. დაუბრუნდეთ ჩვენს წყვილს. follow the car. ეს ვინ ჩაგვიხდა წილში? მაგას დაუაბგონებ ბაბუ. როგორც არაფერი რა.
მარწყვი კაი ძვირი ყოფილი. გადი. ოპ. აბა. გაუძვერით, მაინც გაუძვერით. დაშორება. დაშორებული. დაშორება ის აკვირველი. როგორც ჩანს, წინაღამემ რამაზიკოს საკმაოდ დააზარალა. აუ თავი მიზუზუნებს. დაზარალებულის მდგომარეობა თანდათან უფრო დამძიმდა. აუ მემატება თავის ტკივილი. აი ერთ წერტილში მაქვს გონია რომ ქვა მიდევს აქ თავში. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ბიჭების შემდეგი გაჩერება ორმაგის საჭიროებით იყო ნაკარნახები. ვინო ანდერგრაუნდში წავედით ღვინის საყიდად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ვიცი მე ღვინოს შესახებ იქ მაქვს ნასწავლი და ხო ღვინის საყიდად მე ყოველთვის იქ მივდივარ. გარდა მაგისა იქ არის ის ღვინო რომელიც ჩვენ გვიდა და რომელიც არის კარგი და ფაქტიურად ყველაზე კარგი ღვინო რომელიც შეგიძლია იყიდო თავის ნატურალურობით და გემოთი და ხარისხით არის მანდ და მაგით. აი უცებ ხნათ რაღაც რამდენიმე ღვინო გვაქვს არჩეული დღეს ადილისთვის და ჩვენი არჩევანი ჩვენი კერძებიდან გამომდინარე იყო და ისედაც ლოგიკურადაც ანუ ღვინოების დეგუსტაციაც ეგრე მიყვება და კერძებიც წესით ეგრე მიყვება ერთმანეთს რომ თავიდან გადავწყვიტეთ თეთრი ღვინო ანთაძეების მარლის მწვანე თავარ კერძთან ავიღეთ ჯაყელის ხაშმის საფერავი და ბოლო არჩევანი ჩვენი ბოლო ღვინის არჩევანი იყო ატენური გიორგი რევაზიშვილის. დიდი მადლობა. მადლობა. დროებით. შეხვედრა. ღვინოსთან ურთიერთობამ ბიჭები ოდნავ გამოაცოცხლა. იცი როგორ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, აი პრეზენტაციას და ისე. ის კი არა, აი უჭი-პუჭი ლამაზად და რაღაცა ინა. ჯიგრული ხო, გულით გაკეთებ. ბებია რო გიკეთებს, აი ეგრე უნდა გავაკეთო. აი მე ჯეიმი ოლივერი მაგითო მევასება რა ეგრე. ჯეიმი ოლივერი მაგითო მევასება თქო რომ ეგრე აკეთებს. გემრიელიც გამოდის ხოლმე ყოველთვის ვიდრე რაღაც კი ხო ანუ ვიდრე პედანტურად რაღაცა ვთქვათ ესე მიკროსკოპში აწყობილი კერძი. ხო. დაკარგული დროის ანაზღაურება ზუკამ აკრძალული ხერხით სცადა. გეხვეწები ნელაია რა. არ მიყვარს ჩქარა რო ატარებს მანქანას, იმიტომ რომ რაღაც გამოცდილებები გვაქვს მაგასთან დაკავშირებით და ამიტომ რაც რომ უნდა იყოს ეგ მერთვება ეგ ინსტინქტი. შეგახსენებთ, რომ პროდუქტების შესაძენად მონაწილეებს ჯამში 4 საათი აქვთ გამოყოფილი. რამე ხო არ გრჩება? არა, ინტერნეტი გააკეთე არა. დროა გავიგოთ წამყვანების აზრი დღევანდელ მენიუზე. ჩემთვის ეს მენიუ გამოიყურება არაჩვეულებრივად, იმიტომ რომ უკვე სახელი მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიფიქრო სად მოვხვდები. სკიჩენ, ესე იგი სადღაც სათხილამურო კურორტზე გადავინაცვლებთ ჩვენ და მოვხვდები ჩემს საყვარელ ადგილებში, რომელიც ძალიან მიყვარს. არა, აქ არ არის ნაღებნი. არა, აი აბა ეს რა. აი, ეგ არის. ეს უკვე სკელი ეგ არის. ვიფინგ, ხო. ეგ და წამოიხა. ჩახედე რა, რაღაც დაგვავიწყდება. ხო და ჯერ ზის პროდუქტები იმას. არეჟანი გვინდა და რძე, ეგერ არის არეჟანი და რძე. აი. ჰაიფეთ იყიდე, ჰაიფეთ. ჰაიფეთი არ გვინდა პერიქით. კარაქია, გარეჟანი. მე კაია, ბევრი ცხიმი, ეგეთი კაია. ნატურალური. მაინც სტარტერია რა. სტარტერი. გამომცხარი კარტოფილის კრემსუპი. პრინციპში მენიუ თემატურია, აპეტაიზერი, ცხელი, გამომცხარი კარტოფილის სუპი, რომელიც სუყეა, კალორიულია, გაყინულს, ნასრიალებს რო შედიხარ, გინდება რომ ეგეთი საჭმელი ჭამა, თუმცა ვფიქრობ რომ უკეთესი ვარიანტები შეიძლება რომ იგივე მთის ესე ვთქვათ პატარა რესტორნისთვის შეარჩიო. ყველის არჩევას ბიჭებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს. ეგეც შედარია და ესეც? ეს არ არის შედარი. შედარი ეს არის ჩოვლობრივი ფერი. აი დასადნობად რომელი უფრო კაი იქნებოდა? ალბათ ირლანდიური. ხო, მაშინ იყოს ირლანდიური. ეს ყველი იხეხება სუპში და ნუ ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია გემოსთვის, იმიტომ რომ იქ გარდა იმ გამომცხარი კარტოფილის ხო დნება და უფრო ასქელებს ამ სუპს და ბევრად უფრო გემრიელს ხდის მოკლედ. როკფორიც გვინდა, რაღაც ცოტა პატარა ნაჭრები არა გაქვთ? ყველის ყიდვაზე ჩვენ ცოტა დიდი დრო დავხარჯეთ შეიძლება და ისე მიუდექით სერიოზულად. ისიც ხო არა ვიღოთ ესეც. ან ეს კამამბერი, ბრიე, ან ის რა ამ ბრიე ან თუ გინდა რომელიმე სხვა. ღვინოსთან უხდება და ამიტომ მნიშვნელოვანია რამდენად სწორად შეურჩევ შეათავსებ ღვინოს და საჭმელს ერთმანეთთან. ყველი ჭინჭრით. ეს ქართული წარმოების არა, არის? ეს არის ჰოლანდიური. ქართული რომელია? ღვინოს უფრო უყვარს ყველი ვიდრე ჩვენ და ამიტომ შესაბამისად დროც დაუთმეთ. აი ჩვენი სუპი. რომელიც არის დასამუშავება. ამის დამუშავება წაიღებს ძალიან დიდ დროს.
საქონლის ველინგტონი. Beef Wellington, ну კლასიკა. მე ძალიან მიყვარს ველინგტონი. საკმაოდ რთული კერძია. ნახოთ რა გამოვაქვს. ორი გვინდა მთლიანი რა. ორი სუპი. ყოღონ აი რაც შეიძლება კაი ფორმა რო კონდეს ისეთი რა. ველინგტონი რომელიც არის ხორცი, რომელიც წინასწარ არის შემწვარი, იხובה ცომში და ცხება. ხო და ამიტომ ამ ველინგტონის ფორმის და პრეზენტაციაც რო შესაბამისად კარგი უნდა იყოს, ამიტომ სუკიც უნდა იყოს სწორი ფორმის და ერთგვაროვანი და არა ზოგან თქვა წვრილი, ზოგან სქელი და ბოლოები ფეხსა. მაქსიმალურად თანაბარი. თავი რაღაცები ხო ვიყიდეთ, მადლობთ. ქართული თხილი გვინდა ეხა. ბეიკონი, პარმაჰემი და всё მე მგონი. ბეკონი ხო? ბეიკონიც და ეს პარმაჰემიც ის არის ყორაც ჩვენ გვინდოდა. ანუ დიდი არჩევანის საშუალება არ გქონდა და ამიტომ მაგაშიც ცოტა არ გაგვიმართლა. ეგ არა. რატო? ის არ ჯობია? ძვირი არის და არ გოყოფილი. აგვეყოფ, ჩავეტევით, მე მგონი ჩავეტევით. კაი, ნუ როგორ ჩავეტევით? კაი. ამას ვიზავი. ის ჯობია აშკარად რა. აიღე, კარგი ხო. აი, ის კალთას ადავტოვეთ? რა? კალთას ადავტოვეთ? ჩორს. ძირითადად რაღაც საყელათ მომენტი არ იქნება ეს პროდუქტი თუ ასაცმელი თუ რაც არ უნდა იყოს. ზუსტად ვიცი ხოლმე რა უნდა ვიყიდო და მივდივარ ხოლმე იმისკენ და ის თუ არ მხდება ხოლმე ზუსტად რაც ვიცი რა უნდა ვიყიდო, მე ცოტა მჭრის ეგამბა. მე უკვე დროს ვკარგავ. მე დავდივარ ხოლმე დებილივით წინ და აზიაში და შეიძლება რა წავიდე ერთის საყიდლად ვიყიდო M&M-ში და წამოვიდე. ბიჭებმა საყიდლები გაინაწილეს. არაგაყინულის ვარიანტი არ არის, ხო? ზუკაც ომის სასარჩევად გაეშურა. ეხლა მჭირდება დოგვი, ოღონდ ინგლისური. რამაზიკო კი მდოგვის. რომელი არის, ეგ უნდა გავიგო. მარტო ის გაქვს? კი და გერმანულები ხო? გერმანული არის, იცით ვინმე? მგონი მაინც ის ავიღო ჯობია. Mittelscharf. ყველა გაუგებარ ენაზე ეწერა, რაც არსებობს ჩემთვის და ამიტომ მე ვიძებდი ინგლისურ დოგს და იქ ვერ ამოვიცანი, მაგრამ ნუ რომელიღაც რომელიც მაგას ყავდა ავიღე და მოხვედი? მიპოვე? ის კონიაკი ავიღე. ხილი ეს რა? ნუ იმის ბასტრომს კაია და რას თხილიდან იგოზე სხვანაირად არ გქონდა თასწენ დაფასებას. მაგრამ ეს ქართული თხილი არ არის ეს რა. ქართული თხილი ნუ იყავს ყველაფერი თურქულია მაინც. ეს ცუდად მახსოვს ეს კონიაკი ორგანიზმში და ამიტომ იქაც არ მოიქცევა ალბათ კარგად. ზეითუნისეთი აიღე? კი ავიღე, აი ეს დოგვი? კოჩია თუ რაღაცა ეგეთი. დოგვი? დოგვი ვერ გავიგე ოღონ რა უნდა ამეღო და ეს ან კლასიკური უნდა გიღო, ან ისა ინგლისური. ინგლისური რა, კლას ჩაულებრივი მცხარე უნდა იყოს. და ეს არ არის ეგა? არ ვიცი გერმანული. მარც მე არ ვიცი რა უფრო. Doppelrachenstufe. ხوار ის ხوار ქნათ მართლა. დეიდაჩევარაც გითხრა. ხوار გავსიჯოთ რა. და თუ ეგ არის და მაინც ისეც ვიყიდეთ და ესეც რა. ხო, ეგრე ვქნათ. დავაი, გახსენი. რა ვქნათ, სხვანაირად არ გამოდი. ეს არის ტკბილადელფია. ეგ არის და აშკარად. შეგახსენებთ, რომ ყველა რეცეპტის ნახვა ჩვენი შოუს საიტზე შეგიძლიათ. დესერტად ჩიზკეიკი. ძალიან ბანალური და სტანდარტული არჩევანია. გახსენი რა მაგის დედაც. მიდი ტენე თითი. ტენე რულიანი თითი ისხმება რაღაცეები. ეგ არის? თუ მარილია. არა, ეგ არის. ეგ არის, ხო? ეს, ეგ არის. ნახდათ, მეც უნდა დავწუნე. ეგ არის, ეგ არის. ძლივს. ჩვენ წინაზე ერთ-ერთი დატესტვის დროს ასე ვთქვათ, როდესაც ვაკეთებდით ჩვენ cheesecakes, გამოვიდა ისე, რომ რაღაც რამდენიმე სხვადასხვა ყველი ვცადეთ და სულ ისე გამოდიოდა, რომ ეს ყველი გვეშლებოდა და გამოდიოდა ხოლმე ტკბილი დესერტი, რომელიც უნდა იყოს ცოტა მარილიანი და ძალიან გაგვიხარდა, როცა ვიპოვეთ ზუსტად ის ფილადელფია. რაც ჩვენ გვჭირდებოდა, უმარილო და ყველაფრო და მაინც რომ დავრწმუნებულიყავით, იქვე გავსინჯეთ. ის სად არის? აი, იქიდან არ უნდა გავიდეთ? მე მგონი იქიდან უნდა გავიდეთ, წამო. არ ვიცი. იქით არის. წამო რა დროზეში. სულ რატო ზოზე? ძიმეა რა ვხნა, ახლა ნუ მიდივა. როგორც იქნა საყიდლები დასრულდა და ბიჭებმა მანქანა შეაფარეს თავი. ძალიან ცხება. თუ იცი როგორ ჩართო ქენი? ესე და ტემპერატურას. ლოუ. ლოუ ბერა. ცხელს უყურებს, ხო? არა.
აჰა. აუ რა კარგი. აქამდე სად მთელი დღე რატომ არ მოვიფიქრეთ? არ ვიცი. ხიშნაკი არა პალმები და კოკოსისის. ეხლა მანგო. აუ მანგო როგორ არ უყიდეთ? სტუმრების მოსვლამდე 4 საათი დარჩა. დრო. დროს ასწრაფეთ. რა არის ვიღაცის პრობლემა? რა არის პრობლემა? დრო. არ ბევრი უნდა იფიქრო. დრო. ალბათ დრო. ხოდა დრო. აი ეგეთი სიტუაცია ზუსტად. რა არის ჩვენი პრობლემა ახლა? იფიქრე. კიდე იფიქრე. თქვი. დრო. ალბათ დრო. სწორია. ჩვენი შოუს მონაწილე სამი წყვილისგან განსხვავებით, ზუკამ და რამაზიკომ ინტერიერში რადიკალური ცვლილებების შეტანა სცადეს და საკუთარი რესტორანი სათხილამურო კურორტებისათვის დამახასიათებელ ტრადიციულ ქოხში მოაწყვეს. ჩვენ რესტორანს სახელიც ისეთი დავარქვით, სკიჩენი, ჩვენ საერთო ინტერესთან გამომდინარე. და თვითონ სიტუაციაც გადავწყვიტეთ, რომ გარემო ყოფილიყო ესეთი მთის ხიჟინური განწყობა შეგვექმნას თუ ისე სახლიდან ვათრიე 5 წელი თხილამური კი. რაც მოასწარეთ ძველი პლაკატებით დავბეჭდეთ, ძველი სათხილამურო პლაკატები 50-იანების და ცოტა ძველი, ცოტა ახალი და რამდენიც მოასწარეთ, ეგენიც დავალაგეთ, იქ რა ცოტა რაღაც გარემო შეგვექმნა. აბა. ნახე, პედესტალივით არის. კაია? შენი შევცვალეთ ასევე სკამები და დავაყენებთ ის ერთიანი სკამები, რომელიც არის დამახასიათებელი ხიჟინისთვის და რაღაც თან კაი ერთად ზიხართ ყველა და არა ცალ-ცალკე. როგორ დავუდოთ? აი ვარდები გააკეთე. თურქეთის სასტუმროში ვხდება, ხო იცი მაიკა, რა შედიხარ. აი მორჩით, ხო? ხო, წამოიხა იქით რა. კაი, მეგავართ. დროა ქოხიდან სამზარეულოში გადავინაცვლოთ. კარტოფილის კრემსუპი, ველინგტონი და ჩიზკეიკი და 3 საათი ამ ყველაფრის მოსამზადებლად. всё, შეგვიძლია დავიწყოთ. წავიდა ჩვენი დრო. და წამზომი ჩაირთო. რომელი იყო შემდეგი? გასოს ეგა? ბიჭებმა ფუნქციები გაინაწილეს. ზუკას დესერტი, რამაზიკოს კი ხორცის დამუშავება ერგო. ჩვენ უფრო რაღაც იდეალური წარმოგვედგინა, ამას ცოტა ისე მოკლე დაწვრილებული იყო ბოლოში და თანაბარი არის. ხო, თან იყო გასასუფთავებელი, რასაც რომი აქვს და ამიტომ თვალ არ გაგვიხარდა. კაი, მე მგონი ეგ არის რა. მოდი, აბა შეხედე. ბიჭო, აი ეს მოაშორე. ცხმი. ეს მოაშორე მთლი. აღარა აქვს, მოვაშორე. ეს კარგად მოაშორე ეს რა. ბიჭო, აი ეს აღარა ეს იყოს რა. მოაშორე. მაგრამ ბევრი ხორცი მიაქვს, ამას არ არის მაგარი რა და ხორცი მიაქვს ბევრი. ანუ ამ უძვირფასეს ნაჭრებს რა უყოთ მე? მე მივხედოთ ჩვენ. ეგ არის. სუკები გვაქვს. ჩვენიერი სუკი. ჩამარინადე ბარემ რა. ხო, კაი, დიდი ჯამი მინდა ახლა რამე. მისმენი ამ ვორჩესტერთან ძით გაგიკეთებია რამე? კი, და ბევრი არ მოგივიდეს. ხო და აი მაგიტო გეკითხები. რამდენი ვუქნა? როგორ ფიქრობ? მანახე. ძალიან კონცენტრირებულია, ხო? ხო, და ბევრი არ უნდა რა. ხო და რა უქენი, ხა? ხორცის მარინადი გავაკეთეთ, ვორჩესტერის соусით, კონიაკით და პილპილით და მარილით. მე როგორც ხვდები ეს კონიაკი და ეს ყველაფერი ერთად ცოტა შლის ამ ხორცს, ამ ქსოვილებს და უფრო ბილს ხდის. და ანუ ის პრობლემა რომ თქვა ის ხორცი ცოტა თქვა არ იღეჭებოდეს ან უხეში იყოს, ის ალბათ ხსნის მაგ პრობლემას. ვორჩესტერში სუკები ბანავენ. სანამ ხორცი კონიაკის და ვორჩესტერის აბაზანებს იღებს, ბიჭებმა მთელი თავისი ყურადღება ჩიზკეიკისკენ მიმართეს. კაია ხო, ეგ არის. აგერ სასწორი გქონდა რა, იდიოტები ვართ. რატო? არაფერი არ ავწონეთ, ხო? გასინჯე. ეს მარწყვი ხელით ჩავჭლიტო ბარემ? ხელით როგორ მუშტით თუ რა? ხელით ვსრისავ. არა, ხელით. აუ დროში უწყნარესად ვეტევით მე მგონი. ძალიან მშვიდად. არ ვიცი, ნახოთ, ხო.
როგორია რამე გზაში ფეხი არ დაგვიცდეთ. მეტი არაფერი არ უნდა. გასინჯე, აბა გასინჯე სანამ იმას. ვანილი ხო არ უნდა ცოტა მეტიანა. ბიჭო, რა მე მგონი ეგ არის, შენც გასინჯე რა. გამოსინჯე. მიდი რა, ხა სადაც ჩემი ცოლი ხო რა. მე თუ მარწყობს გაჭმევ. აი ეს რამდენი ხანი უნდა ვიდგე აქ? წამოადუღე რა პროსტანა. რო ეს შაქარი გაიხსნას რა. ეს რაც გავაკეთე იყო შემდეგ ამ ჩიზკეიკზე მოსასხმელად. არაფერ მარწყვი ჩავჭყლიტე, ცოტა შაქარი და ბალზამიკო. ეს ბალზამიკო ძალიან უხდება საერთოდ მარწყვს და გამოვიდა ეს მარწყვის მოსაწოწე. რომელიც ძალიან გემრიელი გამოვიდა. გაამართლა 21-24 ლარიანმა მარწყვმა. აუ, მარწყვსაც კაი გემოხანა, თან ბალზამიკოც უხდება, შაქარი, ბალზამიკოს რაღაცასთან მოუხდა სამაგიეროდ. ილოთ მაგამდა. კიდე ეგ მევქნა? მოდი რა. მოდი, მე შენ სოკო გარეთ. გიზარება ხო სოკოს გრეცხა. არა, просто ვიზან რა. ჰეი, მინ საერთოდ ეგრე არის, არმაცი არის ბევრად. მეც ნუ არ ვაკლებ, მაგრამ ნუ გასაკეთებელი იყო და ასე რომ შემდეგზე ეს გააკეთებს, ეგ არა პრობლემა. უკომენტარად. სოკოს მარტო თავებით ხო არ გავაკეთოთ? შეიძლება. და ფეხი არ ვარ გა? ჯავი, როგორ ჯოვია შენი აზრით? ველინგტონისთვის გჭირდება ეს სოკო, ამ სუქს გარედან ეხება ეს დაბლენდერებული სოკო. სოკოს პასტა ხო, მომოთ წესით უნდა მისცეს სოკოს გემო და არ ვიცი ეს სოკო რა სიძავს ოღონდ. ეს რო დაიშრობს იმას წყალს, შენ მაშინ მიხედე მაგის მობრაწყვას და მე დავიწყებ უკვე სუპს რა. ეხა აზრი აქვს აი მას? ჰა? ის ხო არის რუსული აბანო ხო არ არის? ხორცის დაბრაწვა ის აუცილებელი პროცესი იყო, რომ ეს ხორცი ღუმელში არ დაიბრაწებოდა და უბრალოდ რაღაც უფრო მოიხარშებოდა, ასე ვთქვათ. უბრალოდ მომზადდებოდა და იმისათვის რომ კონდეს ცოტა თავისი კანი, რომელიც იქნება შებრაწული, წინასწარ უნდა მაღალ ცეცხლზე უცებ დაიბრაწოს. შემდეგ გემოებსაც უფრო კარგად იღებს, როდესაც ჯერ შებრაწავდა, თუნდაც მდოგს მერე წაუსმევს ხელზე, უფრო კარგად იღებს ამ გემოსაც. აუ ძალიან კაი ხორცი არის. ესევე მეცადამ როგორიც არის ეხა ისეთ შევჭამდი ძალიან დიდი სიამოვნებით. აი რეერ იქნება ეხა შიგნიდან. რამაზიკომ ველინგტონის შიგთავსის მომზადება დაიწყო. ამ ლორზე უსმევ შემდეგ ამ სოკოს პასტას, რაც გაქვს მანამდე წინასწარ გამზადებული. შემდეგ უკვე ადებ დოგთ გადასმულ სუქს, ახვევ ამ ცელოფნის პარკში. კარგად კარგ ფორმას აძლევ. აჰა, შეაფასე ვიზუალი. გენიერი. აია. თეფ რაღაც პერიოდით მაცივარში, რომ გამყარდეს ეს ფორმა ცოტა შეინარჩუნოს და რაღაც პერიოდის მერე უკვე ახვევ იგივენაირად ფენოვან ცომში და ისევ ცოტა ხნით თეფ მაცივარში. ხო, მე გამოგაქდა უსმევ კვერცხის გულს და ზრუნა უკვე გაფორმებაზე როგორც გინდა და თეფ ღუმელში. ახლა კი სტარტერის და ყველის ასორტის მომზადების დრო დადგა. აი თაფლი ნიგოზი და ის ეგობიანი ყველი ერთად კოვზზე ღვინოს დაყოლება. შეგვიძლია მარტო ეგ გავიტან და სხვა არაფერი მე მგონი ისე ძალიან კვაკოფილებით ერჩები. მე არაფერი არ დამჭირდებოდა, მაგალითად ჩვენ რაც გავაკეთეთ, მარტო ეგ რომ მქონოდა ისეთი კაი. კიდევ მქონდა თუშური ყველი, კალტი. ეს კალტი ხო თხის არის, ხო თუ რაღაც? ხო და მთლად ყველიც არ არის. წემსების საგზალია. ხო. მაგრამ ძალიან გემრიელი მაგრად. და ღვინოსთვის იდეალურია. სუპში რა ხდება? სუპში აი ბოლო ინგრედიენტი გავუშვი ახლა. პურით საგანგებოდ შეარჩიეს. ხო, ერთი ფრანგი კაცია, რომელმაც აიღო და რაღაც 1500 წლის წინანდელი ნამდვილი ქართული სახეობის პური ეხა დააბრუნა და აკეთებს ამას ნატურალურად და საფუარის გარეშე. და პატივს წენ მაგიტომ. სკელდება? სკელდება? ძალიანაც არა, მაგრამ ბიჭო წინაზეც აი ეს ძალიან ბევრი რძე უქენი რა. არა, წინაზეც აი ეგრე იყო რა, არ გასქელდა და მე ცოტა რო შეგრილდა უცებ პეჩში და ძალიან სკენი მას. ბიჭო ძალიან რძის გემო არ კონდეს მე მაგის მეშინ. აი გავსინჯავ ეხლა ვაფშე. გასინჯე ხო?
რა, არ მოხსენს, ხო? რაღაც წინასწარ სხვანაირი გამოყენა. ონდრძის სიჭარბეზე, არ ვიცი, რაღაც სხვა. სუპერო გავსინჯე მივხვდი, რომ ანუ თავიდანვე რო კეთდებოდა, რომ რაღაც არის ყოველ წეს რიგში და ანდრეც ამნერვებოდით. ხო, რაღაცა ბანძიგემი. რა უნდა შენი აზრით? აი, მე მგონია რომ ეგ აქვს, რა? ბევრი აქვს ეს რძე. წინაზეც ეგრე იყო სუსტად. რა უშველოდ. პილპილი არ მოხდება? პილპილი ადგილზე მე. მე მგონი ცოტა იხავაც ვქენ. მინდი რა ჩაახრახე. პროპორციები გაიზარდა წინა კეთებასთან შედარებით, სუპის, ანუ მეტი სუპი დაგჭირდა, შესაბამისად მეტი რძე იყო შიგნით ჩასასხმელი. მაგრამ მე მგონი მაინც ცოტა მეტი რძე მოგვივიდა. და ბოლოს კიდე იმან გვემრო არ ქონდა, ვიფიქრეთ რომ ბალზამიკოთი, ანუ ვიფიქრეთ რომ ცოტა სიმჟავე მიგვეს ამ სუპისთვის, და როცა ვიფიქრეთ რომ ლიმონს ჩავასხავდით, მე გამახსენდა რომ ლიმონი ჭრის რძეს. მაგრამ უკეთესი ამით არ მომხდარა, იმიტომ რომ იგივე ძმარი ჩავასხეთ ფაქტიურად რაც არის ბალზამიკო რძეში. კაია ეს სუპი. კი, აი მაგას ის ბეკონიც რომ მოიყლება ზემოდან და რაღაცა კაი იქნება რა. გონი. მე უფრო კარგს ველოდი. მეც უფრო კარგს ველოდი. რაღა დაგიმალოდა. რეალურად ნერვიულობა დავიწყე 2 წუთი იყო დარჩენილი მაშინ. იმიტომ რომ აი ის ბოლო რაღაცები, რასაც ვიფიქრობდი რომ მოვასწრებ, რომ მივხვდი რომ შეიძლება რეალურად უცებ ვერ მოვასწრო, მაშინ დავიწყე ნერვიულობა. აი ეხლა რაღა ვერ უნდა მოვასწრო. აი ვერ ვასწრებ. უცებ გადავასვი იქით. კაია. აგო ვიწყდა რამე? всё, მოვჭი. ორი უნდა გავიტანოთ, просто იქ რა სანამ სტუმრობები. მარილი ბევრი მოაყვა. ამაზე მეტი? ანუ? ხო. აი ესე რა, ჩამრთილ. პურებს წავიღე. მიდი, წაი. აჰა. შეგიძლია იმას მოუხურა. ოპ. რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. გარეთ ცივა, აქ თივა. ჩვენი სახლი, თქვენი სახლი. ძალიან მომწონს აქაურობა. უი. არა, აი. ჩავაქრეთ. ხო. კარტოფილის და ბეკონის სუპი. ხო, ეგ არის. ჩვენს მოვა. ჩიზკეიკი, ჩიზკეიკი რა ნამსხორს ამშრომლობ აქ. მცავარია ტკბილი. ახ, დავიზარდე. ზუკას და რამაზიკოს ქოხს პირველი სტუმრები ეწვივდნენ. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, თქვენ? როგორ გძნობ თავს? ნორმალურად, რაღაცები ცოტა კარგად. ცუდად, მაგრამ ჯამში ალბათ, ჯამში ნორმალურად იქ. ვიცი, ყველაფერი ნორმალურად. რაში ჩავატიეთ ყველაფერი? კარგად არის. გარეთ ცივა, აქ თივა. ჩვენი სახლი, თქვენი სახლი. აჰა. ხო, ეს სნოუბორდი გამიტყვა. სნოუბორდი გამიტყვა. კარგი, სნოუბორდს თავი გადავჭი. მე ისე ფიგურების მოყვარული ვარ, ასე რომ სნოუბორდს გატეხოზე არ ვხილ. კარგი შეფასება მოყვა ინტერიერს და მე მგონი მოეწონათ წონებს, რაც ჩვენც გაგვიხარდა. გაგაცნობთ ჩვენ მეგობარი, გიორგი. და მუსიკალურ გაფორმებას მე უზრუნველყოფ. კი, და ყვინ მუსიკალურ არა, ნუ ისეთი არა. DJ. ჩვენი გაგებით. ჩვენი ძალიან ახო მეგობარია, რომელიც დაგვთანხმდა სტიცულოვნად, რომ დავხმარებოდა და ამ საღამოს გარემოს შექმნაში. ეს არის ანთაძეების მარნიდან მწვანე, მანავის მწვანე. თან გვინო თუ ვინმეს უჭირავს ჩვენთან ერთად, ალბათ მაგას უნდა ეჯიროს და ეგ უნდა განაგებდეს. ჩვენს დასვენებას გამომოჭოს. შვენიერი აუროს. გაგვიბაროს. აი ქეთი და გიორგიც მოვიდნენ. მომზადეთ. გამარჯობა. როგორ ხარ? გამარჯობა, არა გვიშავს თავად. შვენიურად. როგორ ხარ? ნავი, ნორმალურად დაიღალე.
ცოტა კი დავიღალეთ. მზად ხართ? კი, მზად ვარ. ცოტა რაღაცებზე ნერვი ვარ. მართლა? მზად ვარ ნერვებში. ჩანდა მოგიყვანეთ. გამარჯობა. გამარჯობა. ჩვენ უკვე თბილად ვარ. კეთი გიორგი გაიცანით, გიორგი, ჩვენი მეგობარი, რომელიც დღეს მოგემსახურებათ, ასევე მუსიკაზე იზრუნებს, გართობაზე, ყველაფერზე. ვაიმე, რა კაი გოგო მიზის დღეს გვერდზე. ой, ჩვენ პატარა ხო, წინასწარ რაღაც უნდა გითხრათ, ანუ დღეს შევეცადეთ რომ რაღაც უფრო ქართული ისინი დაგვეცვა და ეს პური სხვათა შორის არის საფუარის garaში გაკეთებული წითელი დოლის ჯიშის სამწუხაროდ მაგრამ კარგია რომ აკეთებს მაგრამ სამწუხაროდ ფრანგი აკეთებს ამას საქართველოში ერთადერთი და უძველესი ქართული ისა ჯიშის პური. აი, იმიტომ ასეთ გემრიელი. ხო, კაი არის ძალიან. და ღვინოც ასევე ბიო ღვინო არის, ნატურალური, ქართული, ქვევრის და არაქვევრის. ინტერესო. ძალიან. და ძალიან მომწონს აქაურობა. ხეჟინა? მალე გამოყვებავთ? კი, ეგეც ყვება არა. ჩვენ გაცდით ცოტა. ხო. ძალიან დიდხანსაც არ მივიდა. არა, ძალიან დიდხანს. უბრალოდ კაია, კარგად იმუშავა. აიცი რაცა და თაფლი. ხო და მაგას და ის როქტორი ერთად დაახვია და ღვინო მიახა. ერთად ღვინოსთან ერთად არის ვალა. გადავწუდები. და ეს ყველი გამხმარი რაც არის, ეს არის თუშური კალპი. თუშური კალპი არის, რომელსაც ანუ ესენი წემსებს მიქონდათ როგორც საგზალი და რავი, ძალიან გემრიელი არის ღვინოს ძალიან. ღვინო ძალიან გემრიელია. კი, ღვინო ეს ნუ ერთ-ერთი ჩვენი ხო, მუსიკა არის ჩვენი მეგობრების ლუკა ნაკაშიძე და მაქსიმე არიან, ეგენი ქართული დროს წამოწეული ელექტრონული მუსიკა. ხო, კიდე რა უნდა გითხრათ? ნამდვილი ხიჟინური გარემოა. საღამოშვიდობა. სტუმრები მე მგონი ყოფილები ჩანდნენ, რა ვიცი, დახვდათ ნორმალური გარემო, კარგი ღვინო, კარგი აპეტაიზერები ამ ღვინოსთან ერთად, კარგი მუსიკა და კარგი ადამიანი, რომელიც უვლიდა მათ. უი. არა, აი, ჩავაქრეთ. ხო. ხوار გაცირდა. არა, ნახე, მე მგონი უნდა ცოტა შეთვობა კიდე. არა. შარშა ჩამოვხდი, ვერტმფრენდენ გავუყოლოს შავ. მართლა? არა. გიბოს მე. არა მიყო. გაყენ, იმიტომ არის შენახული კარგად. მაგალითად როგორ ამას სწავლის შესაძლოა. ხო. ბოლო შტრიხი სტარტერის სტუმრებთან გატანამდე. ბეკონი და მწვანილი. ვაი, რამდენი დაგვჭა? 3. 3-ს მე მგონი ეყოფა ზუსტად. დღეს არა გვაქვს მენიუში მანგო, რა ბედნიერება. გადავრჩი. სამაგირო დღეს არის ჩემი საყვარელი beef wellington. მართლა? სტარტერი. გამომცხარი კარტოფილის კრემსუპი. მოდით, მოგიტანეთ. მოვიდა სტარტერი. და ამ თებშესაც მე რა ვიცი ეს დაგიდებს. და შენ დადე. ჩვენ მივხედავ. ჩემ გონადალია. აბა. ეს ხთო არის. მე წითელს ჯაყელზე. დავიღე. ძალიან. დაიწყო. კარტოფილის და ბეკონის სუპი. ხო, ეგ არის. მინდა გითხრათ რომ უკეთესიც მიჭამდა. კი. არა. არტუნებული რა. მივიღეთ აჭრილი რაღაც მასა, თხელი პიურე, არც არ იყო ეს მოკლედ. არც სუპი, არც კერძი საერთოდ. სამწუხაროა. არ გამიხვიდათ. ველოდები ჩემს საყვარელ beef wellingtons. ხო, უკვე მოგიტანა. მე ცოტა გასწით. მიხედეთ. მიხედავთ, ხო. უკვე წინასწარ ვიცოდით, რომ უარყოფით შეფასებას. ბევრ კრიტიკას მივიღებდით. ლევან შენ არ ჭამ?
გიორგი, ახლა შმიდი აჭამე. გავსინჯე. ადრე შმიდი აჭამე. ძიერ ხო. კარტოფილის გამოყოფილი გემო არა. ეხლა რო ჭამ, უფრო ბეკონის დოლმიტებს გამოხდება. ხო ბეკონი. ხო, გამოხდება უფრო ბეკონი. ერთი ანაბაჟი, კონსტანციაც რაღაცა საეჭოდ გამოიყურება. პიურეს და სუპ შორის უფრო არის. პიური, ხო? პიურეს და სუპ შორის არის ვიდრე კრემ სუპში. ბაღებში სუპები იყო გახსოვთ. სუპებში ხახვები რო იყო. მაგერები ძალიან ტყუილად მახსოვს. მე მივარდა ბაღის. მე მივიტყვი. ნუ აშკარად აჭრილი. ხო, ეგა გემო მომწონს. ამას ბეკონი რო გემო სიცივეში ნასრიალები რო შევიდოდი ხიჟინაში, შეციებულს კაი კონსისტენციის და აი ამ ხარვეზებ გამოსწორებული მესიამოვნებოდა. სიცივეში როგორც გახსოვს ჩარლი ჩაპლინის ფილმიდან ფეხსაცმელში. მე არა. ჩვენი როძე. ველინგტონი გამოცხვა. აი ის ხერხიდანა დაგჭირდება ჩვენ. აჰა, აი ხერხიდანა წამოიღე. აბა როგორი მოლოდინი გვაქვს ველინგტონის? მე მეყურს არა. მართლა? ჩემი კვება არ დაგჭირდება. ბეიბისიტერი არ გჭირდება. ახო ველინგტონს გააჩნია რა თქმა უნდა. გიო. როგორია შენ წამისხარ იდეალური ველინგტონი? როგორი? იდეალური ველინგტონი როგორია? კარგად შემოგვარეს ხორცი. მიდიუმად. კარგი შიგთავსი და კარგად გამომცხვარი ცომი. ძალიან ხშირად გამოდის რომ ცომი და უმგირჩევა. იმედი ვიქონიოთ, რომ ბიჭების მომზადებული ველინგტონი იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული იქნება. სუნები ძალიან კაია. იმით მოიწამე. შენიერი. მთავარი კერძი საქონლის ველინგტონი სატაცურის გარნირით. ჩვენს მოვა. ჩამოვიტარებთ, გაჩვენებთ მაინც ესე როგორ არის და კარგად გამოიყურება გიორგი. აი ესეთი არის. მოიცა აქ ამას არომატი მოდის? არომატი მოდის. ხო და ეხლა დავჭრით და მე გემოც რიცილი სულ. თებშებისად გვაქვს. აი აგერგო ის რო გამოგივიდეს კაი იდეალურად ველინგტონი როგორც უნდა იყოს სიტყვაზე რომ სოკომზე მე წყალი არ გაუშვას თვითონ პროდუქტებს რას გამოიყენებს გემოები კარგად ბოლომდე რო კონდეს რახან სკელი არის თვითონ ხორცის ნაჭარი ბოლომდე რო კონდეს გემოები გამჭდარი საკმაოდ რთული არის როგორ შეიძლება გარკვეულება სატაცურის გარნიერი ვაპირებთ მაგრამ სატაცური რახან ეხა სეზონური არ არის და რაღაცა გაყინული სატაცურისგან ძალიან ცუდად გამოდიოდა და ცუდს ვამჯობინებთ რომ მინუსი მაინც შეიტანეთ ხო? სატაცური იმიტომ ჩავხსენეთ რომ პარი გარდაცვლილი თხელი რაღაც საშინელება იყო და მაგას ჯობდა რომ არ გაგვეტანა ნამდვილად არც იწვებოდა წესიერად და ქონდა რაღაც პლასმასის თუ რაღაცას გემო აი ესე არ უნდა იდგეს იდგეს აი ეს და соуსი соус არ აპირებდით? соус არ ვაკეთებ. ვერ მოვიფიქრეთ რავი რაღაც соуს. ამას უხდება მადერა соуსი ან წითელი ღვინის соуსი. ხო ალბათ. კი, რატომაც. მაგრამ ხო ეგ ვერ მოვიფიქრეთ რაღაც соуსი და შევიკავეთ. როქფორი ძალიან მოუყვა. თაფლით გასიმჯა. როქფორი მოუყვა. დავდექით კუთხეში. ძალიან რთული კერძი აირჩიეთ თქვენ. და კარგად არ გამოგივიდეთ ეს. ცომი იყო სველი, ალბათ ხვდებით რის იბრალია. სოკო ალბათ არ იყო კარგად მოთუშული. ხო, ალბათ ხო. სამწუხაროდ საკმარისად ვერ გაშრა ის სოკო, ნუ ტაფაზე უკვე ისე ჩანდა რომ თითქოს დაწვას იწყებდა უკვე. მაგრამ ხუმელში ისევ თავიდან გამოუშვა ეს თავისი ეს წყალი. აქ ბეკონი ან რაღაც პროშუტო გაქვთ ხო? აი პარმა. ამის გემო საერთოდ არ იგრძნობა, სოკოს გემო არ იგრძნობა, ხორცს არ აქვს კარგი ხორცის გემო, შეკმაზული არ არის ბოლომდე.
ველინგტონი. გასაგებია. ხორცი კარგი შემწვარი იყო ნამდვილად. ანუ ცალ-ცალკე. ყველაფერი ცალ-ცალკე იყო. ძალიან გული დამწყდა. შეგვაზო აკონტა. ნუ ამასი იყო პერფორმანსი მომეწონა. ამას რა ნამდვილად. აი მარტო ხორცი მომეწონა. ხორცი იყო აი შემდგა მედიუმი არ ენაჭერი და მარტო ხორცი მოვიდა ესე თქო. ნუ ცოტა დაჩერი გავსინჯე. ლევანი სტანდარტი იყო დარღვეული, ნუ არ შეგვდა ყველას. გორო სტანდარტებს არ უღებ. ჩვენ სხვა კუთხით ვარ. რა კუთხით? მიწისძებრზე ძირითადად. არა, სხვა რაღაცეებშიც. მერე ნუ ცომი გარედან იყო ლამაზი. დანარჩენი არის. ყველაფერს მადლობა მაინც. ეგეთი ცუდი მეც გავსინჯე ის ველინგტონი და მე მომეწონა. სპეციალურად უბრალოდ უკეთესი კი არ და კარგი ველინგტონი არ მაქვს ნაჭამი და მაგიტო ვონია ეგრე. ველინგტონი უფრო გემრიელი მაქვს, ბევრად გემრიელი მაქვს ნაჭამი. არა, ისე არ ყოფილა, რომ გული აგრეოდან. ხო, ეგეთი გემო არ ქონია, ანუ არა, სული არ იყო, მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო, ის გამო ვაფშე და მაგის უცელი დღემდე მткиყო. მდგომარეობის გამოსწორების ბოლო შანსი ბიჭებისთვის ჩიზკეიქია. ჯერ შუა ვიყოთ. ჩიზკეიქის გაჭრისას კინაღამეს ფატალური შეცდომა კინაღალ დაუშვით. მაგრამ გაჭრას რო ვიწყებდით, ის იყო რაღაც ნაჭრები თავიდან თითქოს ვერ გავთვალეთ ამ. თქოში მესამე უნდა გადიოდეს ნახევარზე, უნდა კონდეს შუა რა. არა, პირიქით. შუა უნდა კონდეს, შუაში უნდა იყოს ერთი ნაჭერი, ხუთად ჭრი. ხო და მაგას გეუბნები, შუა ღერძზე უნდა გადიოდეს ნახევარზე. ეგ ხო. მაგას გეუბნები. ეხლა ამას გავჭი. ხო. ესე რა. ერთი. ეხლა ამას გამიგებდა დებილები ვით გავართ ეთნან ცხარი ვერ გავჭერდი. ესე გავჭრი და მე ესე გავჭრი, ხო? კიდე კაი როგორად გადავიდე? კაი დროზე მივხვდით მაგას. ბიჭო როგორ სალამი. საქმე. რავი, აი ჩვენ უმარტივეს პეტრულ დესერტს. ეს რისი ჩიზკეიქია? ფილადელფიაცი არის და ნემითი რა ქვია. ხო, მარტივი არის ძალიან, მარტივი ჩიზკეიქი. მარწყვი ბალზამი იყო და თხილამურების თემა მაგაში. ანუ აი ყველაზე მარტივი დესერტი. ფილამურების თემა არა, უბრალოდ აი თაში ნამცხვარი რა ვიცი. ჩიზკეიქი ჩიზკეიქი რა ნამცხვარს ამშრომლობ თაში. ამცავარია ტკბილი იყოს. ხო რა თუ მაგიტა მაგიტა ეს მოვიფიქრე. კარგი. წარმატებები. მადლობა. სად დაუდო მარწყვი? მიუგორო პროსტა? მიუგორე. ძინარესავით? ой. რით გაგვახარებ? ჩიზკეიქს ველოდებით. უკვე არის? არის. მოდის უკვე გზაშია. ჩემთვის ყველი და თაფლიდან იგოძის იდეალური დესერტია. იტალგულფოსა. რო შემოვიტანო თავიდან ამით რომ დაგვხედროდნენ აპეტაიზერზე. მგონი ორი გვარი იქნება. ამან გამოიღო მე მგონი ყველაზე დიდი შედეგი, იმიტომ რომ ყველაზე ალბათ ხა ამ საღამოც რო იქშარიყავი როგორც სტუმარი, ვიტყოდი რომ ყველაზე კარგი არის იყო ამ საღამოში ღვინო და ის ღვინოსთან გვერდზე ოფი ისინი საჭმელები. ვარგა მომაუნი. აღარ შემიძლია. აი მე ეს ნამცხვარი მევასე. აი. აი არის ესა რა. ეს კაია ძალიან. დესერტი ჩიზკეიქი. შეგახსენებთ, რომ ყველა რეცეპტის ნახვა ჩვენი შოუს საიტზე შეგიძლიათ. რაიმე. აბა, დესერტის არ ვიცი თქონთ. წინასწარ. ჩვენც არ გვიჭირდა. თავი დაიხვია? არა, არ მიჭირდა. დიდი მადლობა. ისინი პოსოს შემზე სუჭა. მე მომწონს. ვინდა ჩან? გემრიელია. და ცემულება. ის მოსას ხამეც ცოტა მეტი თუ მოგინდება თვინვეს. მარწყვი. მარწყვი რა მოგყარეს წაში? მარწყვი ძალიან ძვირი. და ვერ ვაკეთებ. ეს და რა ვიცი თუ მოგინდებათ. ძალიან გემრიელია, კი. მოგატნი? შენ არ მინდა? მე არ მინდა.
აუ, ღვინო გიორგი. ხო დესერტის ღვინო. ზოგადად რესტორნის ფორმულა რა არის? საჭმელი, ან კერძი პლუს და პლუს რამე? ატმოსფერო, დიზაინი, გართობა, ღვინო. აი, პლუსში აღმოჩნდნენ ძალიან ძლიერები. აბა გიორგი დაიწყე. ისე ხავსი ჯობა. მიდი გასიჭე, კაი. შენ რაღაცა ბრისხანეთი იწყებ და ამ დროს უფრო კაი. ეს არის ჩინური გორონი. მე ვიცი და მე ზოგადად მე ძალიან მიყვარს ტკბილეულობა და განსაკუთრებით ჩიზკეიკი. მაგრამ ეს იყო საუკეთესო ჩიზკეიკი, რაც გამისიმჯერა ცხოვრებაში. ვაუ. ეს ინტერესოა, ვაუ. ჩიზკეიკი მიყვარს და რამოდენიმე დესერტი სულ და ძალიან მომეწონა და ვითხოვ რომ ვიცი რომ ის არ შეჭამს და ჩემთან წამოვა. ისე მაგის ორგანიზებაში ხო რა მე პირიქით ყველაზე მე ძალიან მომეწონა. ხო. დავასვენა ცოტა ხანი, ახლა მძიმე დღე გქონდათ? აი იქნება. მეტი არა გან მე აი ხო და ვიღაცა შეგვიძლია. დესერტი მართლა იყო, ნუ საუკეთესო ჩიზკეიკი. სოფლიოში. ვერ ვიტყვი სოფლიოში, მაგრამ კარგი ჩიზკეიკი იყო. მე ცოტა სიტყვაც ეგრე ვერ შევაფასებ. ძალიან კარგი და კარგი. ეხლა თან თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ველინგტონი და სუპი რაც იყო, იმის მერე მართლა არაჩვეულებრივი. გიორგი ნუ მითხრა ჩიზკეიკი ძალიან მიყვარს. ხო და იგი ჩემი საყვარელი დესერტია და მე მეტყვის რომ ეს არ არის ჩიზკეიკი. ეს არ არის. წაიგეთ და ჩააგეთ. ყველაზე მაგას მართლა გამოჩნდა არ უნდა. ხო მე წარველოდი არ ვიცი. თინა დეიდა. ფინალი კარგი. ხო თინა დეიდა. შემიჭამე არ დამიტოვე? აი გოგიმზადებთ. გეხუმრებ. დავამატებ რა. გეხუმრებ. უნდა იყო და სასიამოვნო. ხო. მომეწონა გემლობს, კარგი. მაგრამ ოდნავ სტანდარტი მაინც ოდნავ დაბოლია, მაგრამ გემრიელია. რა ვაღებს ახლა თქოს. რომ სტანდარტებზე ლეონ გავზარული რა არის? ანუ როდესაც აცხობ ჩიზკეიკს. უმელში უნდა გააჩერო, რომ უმელშივე გაცილდეს. ანუ აი თქმა დროის ფაქტორის გამო ეს არის გამოცხადებული. ანუ მე ეს დიდი პრეტენზია არ აქვს. ჩემ ბრაუნში ხوارش. არა. რა თქმა უნდა არა. მაგრამ დამდა, საი ძალიან გემრიელი. ჩიზკეიკი არ აქვს ხოლმე? მაგარი ჩიზკეიკი. გემრიელი. ამასაც მოეწონა. გაბზარული ძველ შევამჩნევი და ეს. აი. ახ დავიზარდე. შეფასება მაგრად მაინტერესებს ეს. ანუ კულის ჩინა ამდესავია. აი სუპი უნდა ყოფილიყო, კაი, რა ხო გითხარი, შენ ბევრი რძე უკე. ვახშამი, რომელსაც წინაღამის უძილოს უკამდა რამაზიკომ დიდი ძალისხმევა დაახარჯეს, დასრულებულია. ახლა მათი შრომის დამონდომების შედეგი კონკურენტებმა უნდა შეაფასონ. შეგახსენებთ, რომ თითოეულ წყვილს სამივე კერძში მაქსიმუმ 10 ქულის დაწერა შეუძლია. თვითონ ეს მომენტი, როდესაც კონკურსანტი ისე ამ თემას ირჩევს და დეტალებს აქტივს ყურადღებას, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მომწონს აი რაღაც პლაკატები, ეს თხილამურები. ინტერიერი მომეწონა, კარგად მოიფიქრეს. სასმელიც კარგად ხონოთ შერჩეული. მოგვეწონა ღვინის არჩევანი, ის აპეტაიზერი, რომელიც თავიდან შემოვიდეს ყველის სახით, პურთან ერთად. პესტო თაფლი ერთმანეთთან კარგად შეეხამებოდა და ღვინოსთან ერთად რაღაც სასიამოვნოდ, ასე ვთქვათ, სასიამოვნოდ ვატარებდით დროს, მაგით სანამ სტარტერს მივიღებდით. თუმცა ველოდით რაღაც გრანდიოზულს ალბათ იმ გარემოდან ორიგინალურს და მივიღეთ კატასტროფა. არ მომეწონა, ძალიან არ მომეწონა. კრემსუპი იყო თუ პიურე იყო ჩაჭყლდილი, ვერ გავიგე ნამდვილად. აჭრილი იყო. ველინგტონი თვითონ კერძი ძალიან რთულია და საერთოდ ანუ რატო აირჩიეს, არ ვიცი, მაგრამ მართლა რთული კერძია და ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე რა დონეზეც ისინი არიან და რა გამოცდილება და განათლებაც აქვთ, კაი იყო ჩემთვის მართლა. ცუდი არ იყო, გემრიელი იყო, მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო, ის ნამდვილად არ გამოვიდა. დესერტი საბოლოო ჯამში იყო
კარგი, მაგრამ არა იდეალური. საოცს არის ორიგინალური იყო უნაკლო ჰაიროვანიც იყო რაღაცნაირი და ის რაც მაგალითად ვერ მივიღეთ პირველ ორი კერძისგან მესამეში დავკმაყოფილდით სრულებით. იქიდან გამომდინარე რომ თემა მოგვეწონა, სასმელი ძალიან მოგვეწონა და ცოტა ზედმეტიც კი დავლიეთ სასმელი. დავუპირეთ რომ ბიჭებს სასმელში და თემაში ვაჩქოთ +1 ქულა და გადავწყვეტ დაგვეწერა 4 ქულა ჯამში. მე და თამარამ გადავწყვიტეთ რომ დღევანდელი საღამო შევაფასოთ 7 ქულით. დიახ. გადავწყვიტეთ რომ იმ გარემოს მიხედვით და იმ მესამე კერძის თქო დახმარებით 6 ქულა დაგვეწერა. უბრალოდ ვცდილობთ ობიექტურები ვიყოთ მაგ საკითხში. ყველმა და პესტონმა ვინოებმა ნამდვილად გადაფარეს. ყველაფერი იყო შეხამებული ერთმანეთთან. განწყობა იყო ფანტასტიკური. ანუ კერძებში რაღაცა ჩავარდნები ნამდვილად იყო, მაგრამ ერთიანობაში ძალიან კარგი წარმოშედგა. ხო, იყო ძალიან კარგი. დიდი მადლობა. 7 ქულა დაწერეთ ჩვენ. და აი დადგა ქეთის და გიორგის შეფასების დროც. ზუკა და რამაზიკო. როგორც ჩანს, ძალიან კარგად ერკვევით ღვინოში და დღეს ფანტასტიკური ღვინო იყო. იდეალური არჩევანი, შეხამება კერძებთან. მაგრამ რაც შეეხება კერძებს, სუპი პირველი კერძი იყო აჭრილი, იყო ჩემთვის ძალიან მლაშე და ბეკონის გემო ქონდა უფრო ვიდრე კარტოფილის. იყო ჩვეულებრივი თხელი პიურე. ზუკა და რამაზიკო. სუპში ვფიქრობ, რომ იდეა კაი იყო ყველაფერი, მაგრამ დასახვეწია და ამიტომ ვფიქრობ, რომ 7 ქულა. 5 ქულა. კი, გეთანხმებით. ველინგტონი. ძალიან რთული კერძი აირჩიეთ თქვენ. ცომი იყო სველი. სოკო არ იგრძნობოდა. ლორი, რომელიც გამოიყენეთ პარმაჰემი, იყო უგემური, შეიძლება ეს თქვენი ბრალი არ არის, მაგრამ თქვენ აირჩიეთ ეს ლორი. მაგრამ მე მახსოვს ჩემი პირველი ველინგტონი და თქვენი იყო უკეთესი. შვიდი ქულა. მადლობა. ველინგტონი სულ შევჭამე, მომეწონა, მაგრამ ნუ რაღაც შენიშნები მქონდა, იქ ნიუ-იორკი ჩემთვის ცოტა მეტი იყო. ვერ ვგრძნობდი ვერც მე ამ ბეკონს. ალბათ ეს იმის ბრალია, რომ თქვენ ალბათ პროშუტო გქონდათ იქ შიგნით. ო, ეს პარმასენი. და ამიტომ 8 ქულა. და დესერტი ძალიან მომეწონა და 10 ქულა. მადლობა. დესერტი, როგორც გითხარით, იყო საუკეთესო ჩიზკეიკი, რაც მიჭამია ცხოვრებაში. ათიქულა. მადლობა. თქვენმა მოწინააღმდეგეებმა თქვენი ვახშამი იყიდეს 24 ქულად. და საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ თქვენი ეს ვახშამი ვიყიდეთ ჩვენ 71 ქულად. მადლობა. ზოგადად კარგი ატმოსფერო იყო ამ საღამოს. აი რაღაც დადებითი ისეთი წვილი არის ძალიან პოზიტიური. სრულყოფილი იყო, ეს ყველაფერი იყო ძალიან სრულყოფილი, ერთადერთი საჭმელი ვერ გააკეთეს. მიხდები ჩარტოში. და დავამთავროთ, დავისვენოთ. ჩამოვიძდეთ. შენ აღარ გინდა ბიჭო, გზიხარ მანქანაზე, წადი აქედან რა. ეს შეგვიძლია გადავყაროთ, ეს ყდა არის სადაც. ზუკამ და რამაზიკომ ჯამში 71 ქულა მიიღეს. ამ შედეგმა ჩვენი შოუს აუთსაიდერად ისევ ლევანის და გიორგის წყვილი დატოვა. ნახოთ რა მოხდება მეხუთე გადამწყვეტ სერიაში. მეხუთე გადამწყვეტ ეპიზოდში სტუმრებს იოანეს და გიორგის რესტორანი მასპინძლობს. მე ჩემ თავში დარწმუნებული ვარ და ვიცი ვინც დატოვებს უკვე. ამ წვლილის მთავარი ამოცანა გიორგის და ლევანის შედეგის გაუმჯობესება. კონკურენტებისა და შოუს წამყვანებისგან 66-ზე მეტი ქულის მიღება. ეხლა 5 წუთში დაიწყებს დედა რაღაცა წყიპინს. ვიცი. ვინ დატოვებს პროექტს? როგორ გადანაწილდება ადგილები სატურნირო ცხრილში და რა სიურპრიზიელით შოუს მონაწილეებსა და მაყურებლებს? წყვილებო, გილოცავთ, თქვენ აგრძელებთ ბრძოლას. ყველაფერ ამას ტაბულას ეთერში კვირას საღამოს 8 საათზე რესტორნის მეხუთე სერიაში შეიტყობთ.